მოგესალმებით. მე ვარ მარიამ ბრეკაძე. ეს იქნება ჩემი პირველი ვიდეო YouTube-ზე. მოკლედ ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი ჩამეწერა თუ არა ვიდეო. და დღეს დადგა ის დღე, რომ გადავწყვეტე, რომ ჩამეწერა ჩემი პირველი ვიდეო. დღეს არის 25 მაისი. და ეს იქნება ჩემი პირველი ვიდეო YouTube-ზე. 2025 წელი. და მოკლედ მოგიყვებით ჩემს შესახებ და რა იქნება ჩემი მიზანი, რაღაცას გაგიზიარებთ. მოკლედ მე ვარ მარიამ ბრეკაძე, 13 წლის და ვარ მერვე კლასში, ცხოვრობ ქუთაისში. და მოკლედ ჩემი მიზანი ის არის, რომ ცოტა მაინც გავხდე YouTube-ში პოპულარული ისეთი YouTuberi გავხდე, რომ ძალიან მინდა რომ ჩემი ვიდეოები ნახოს ბევრმა ადამიანმა. და რამდენი ხანი ამაზე ვფიქრობ, როგორ ჩამეწერა ეს ვიდეო და თუ რამე ჩემში არ მოგეწონათ, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ და აუცილებლად გავითვალისწინებ. მოკლედ ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი ჩამეწერა თუ არა ეს ვიდეო. და მოკლედ დღეს აქ ვარ. და ჩემი მიზანი ის არის, რომ გავხდე YouTuberi და ძალიან მიყვარს ყურადღების ცენტრში მყოფნა. ასევე TikTok-ზეც ვდებ რაღაც ვიდეოებს და მაქვს ჩემი TikTok გვერდი. შემდეგ რა მინდა გითხრათ. მოკლედ მიყვარს ძალიან ყურადღების მიქცევა. თან მე ვარ კირჩხები და ასევე მოგეხსენებათ, რომ კირჩხები არის ძალიან გულჩვილი ადამიანები, უყვარს ძალიან ყურადღების მიქცევა და არის ცოტა ფუტია, ცოტა. და მოკლედ ჩემი მიზანი ის არის, რომ გავხდე პოპულარული ადამიანი და მქონდეს, ასე ვთქვათ, ბევრი გამოწერები, ლაიქები და კომენტარები. კირჩხები ასევე არის ძალიან პოზიტიური ადამიანები. კირჩხებზე ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ესენი ვიცი, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ვიყურებია TikTok-ზე კირჩხებზე ინფორმაციები. მოკლედ ეს არ ვიცი თქვენ ამას როგორ მიიღებთ, მაგრამ მინდა რომ პოპულარული რო გავხდები, მინდა რომ მქონდეს რაღაც ჩემი შემოსავალი, იმიტომ რომ არ მინდა დამოკიდებული ვიყო სულ ჩემ მშობლებზე. ასევე მინდა ცოტა პატარა ასაკიდან რომ წამოვიწყო ეს საქმიანობა და მარტო გავუმკლავდე ყველაფერს. და მინდა პატარა ასაკიდან რომ ვიყო დამოუკიდებელი და როცა გავიზრდები, შემდეგ ესე ვთქვათ, ამ საქმეში ვიქნები უკვე შეჩოული და მექნება კარგი მომავალი. მინდა რომ აქედანვე დავიწყო, მქონდეს ჩემი შემოსავალი და მარტო მაგაზეც არ არის. მინდა რომ ძალიან მიყვარს ესე ბავშვობიდან მიყვარს ვიდეოების გადაღება, მოკლე ვიდეოები. და ძალიან მიყვარს ყურადღების მიქცევა და მაგიტომაც როცა ვდებდი ხოლმე ადრე მქონდა რაღაცა აკაუნტი და იმაზე ვდებდი ხოლმე რაღაც ვიდეოებს და როცა არ იყო ნახვები და რაღაცეები, მე სუბრაზდებოდი ხოლმე და ვშლიდი მაგ აკაუნტს. და ახლა მივხვდი რომ სწორად თუ არ გადაიღე ვიდეოები და სწორი ფონი თუ არ გაქვს, მაშინ შეიძლება არც ნახვები გქონდეს არაფერი. და მართლა ახლა ვიდეოს წინაც რო ვდგავარ, ცოტა მეშინია რომ რამე ისეთი არ ვთქვა და არ გავაქცნო ხალხი.